დეჟავიუ შაშანდელი ივნისის ამხანაგური მატჩების გავსაც ამჯერადაც ეს ორი შეხვედრა არაფერში გამოგვადგა. საერთოდ რა ხდება? როგორ იგეგმება ჩვენი ამხანაგური შეხვედრები? რას ხმარდება ეს რესურსი? რა ვნახეთ ახლა? რა იყო საინტერესო? ან თუ იყო საერთოდ რაიმე საინტერესო? რა იყო ალოგიკური? და რა საფრთხე, რა რისკების წინაშე ვდგავართ სექტემბერში, ერთა ლიგის წინ. სრულწლიანი დღეს სანაკრებო მატჩების ანალიზით დაგიბრუნდათ. ტრადიციულად გათამაშებაც ჩვენთან არის. ვიდეოს ბოლოში ყველაფერს აგიხსნით, ასე რომ ბოლომდე უყურებთ დღევანდელ ვიდეოს. ახლა კი მაგრად ჩამოწება, გადავიდეთ უკვე ანალიზზე. სანამ დავიწყოთ ანალიზს, იქამდე შეგახსენებთ ტრადიციულად დაალაიქეთ დღევანდელი ვიდეო 2000 ლაიქზე ერთობა გათამაშება და რა თქმა უნდა გამოიწერეთ კრისტალ სპორტის YouTube არხი. ეს კომენტარებს ტრადიციულად ველოდები. დავიწყოთ პირველი შემადგენლობა, დარწმუნებული ვარ, ბევრ თქვენგანს გაუკვირდა, რაც ნახა რუმინეთთან შეხვედრაში. დანაკლისით იყო საქართველოს ნაკრები, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გვესმის. თუმცა მიუხედავად დანაკლისისა, იმ რესურსიდან გამომდინარე, რაც გქონდა, აი ეს ხედავთ კადრშიც, ესეთ 11-ეული ძალიან მოულოდნელი იყო. რას ემსახურებოდა ეს მარტივი კითხვა მაქვს? რას ემსახურებოდა ქვილითაია ზივზივაძის დუეტით დაწყება ამ შეხვედრის. ანუ ამხანაგური შეხვედრების აზრი რა არის, ხო, რომ რაღაც რაც გაქვს პირველი, ის გამოსცადო და უფრო მაგრა დაამუღამო, ეს ერთი და მეორე ვარიანტია, რაიმე ახალი იდეა გაქვს და გინდა რომ ეს ცოტა მოიყვანო რა საქმეში და ბიჭებს აათვისებინო. ეს ორი ამხანაგურის აზრი ეგ არის. დანარჩენი არ ვიცი, ხო, უბან შეგიძლია ითამაშო ფეხბურთი ან PlayStation. ეს ორი რამ არის, მოკლედ, ამაზე თანხმდებით. და რა სიტუაციაში შეიძლება საქართველოს ნაკრებს დასჭირდეს ზივზივაძე ქვილითაიას დუეტით თამაში. მაქსიმუმი რო ავიღოთ, აი რაღაც მატჩს დავუშვათ ვაგებთ და აი ბოლო წუთებია და აი მცველებს რო წევენ ხოლმე მაღალ ცენტრალურ მცველებს ჩაწოდებაზე წინ თუ მაღალი ცხრიანი არ ყავთ, შეიძლება ეგ ორი კაცი დააყენო ერთად ბოლო 5 წუთი, 10 მაქსიმუმ. კომპრესირებულ დროში რო ჩააწოდა და იქნებ თავით გავიდეს რა. ერთადერთი ეგ არის. ესეთი ორი მაღალი ტარანის ტიპის ცხრიანი საქართველოს ნაკრები კი არა, არავინ არ თამაშობს ეგრე. და რატომ მოხდა ეს, როცა კვერნაძე იყო თადარიგში, რომელიც ძალიან კარგ ფორმაშია და სერიაში ითამაშებს, ფროზინონე გაიცა და აღზევდნენ და ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ამაში კვერნაძეს და ორივე შეხვედრაში რო შემოვიდა ძალიან გაამწვავა და ამხელა დანაკლისის ფონზე რო ჯერ კვარამ არ ყავდა პირველ თამაში და ჟორჟი და ზურიკოს რო არ ყავდა საერთოდ, კვერნას რო დაეწყო, ორივე ძირითადში ან ერთი მატჩი მაინც მე მგონი ობიექტური იქნებოდა ძალიან და გაცილებით უფრო მოქნილი იქნებოდა ჩვენი შემადგენლობა, აი ხედავთ აგეთ კაცში განახებთ, მაგალითად ძალიან ჩვეულებრივად შეიძლებოდა რომ კვერნაძე ქვილითაიას ან კვერნაძე ზივზივაძეს დაიწყო წინ და ჩაკვე იქნებოდა უკან 10-იანზე. იყო ეს ვარიანტი იმ ლოგიკიდან გამომდინარე რომ ჩვენი ნაკრები ზოგადად ასე თამაშობს 3-5-2-ში. მიქაუტაძეს გვერდით დგას უკან დახევულ ფორვარდად ხვიჩა. ასევე იყო მეორე ვარიანტი, საინტერესო ბურთის კონტროლზე გაკეთებული აქცენტი, ეგოიანი დადგებოდა 10-იანზე ჩაკვეს მაგირო და ჩაკვეს შეიძლება რომ აწეულიყო წინ მეორე ფორვარდად. აქ თამაშის გამოცდილებას ჩაკვეს აქვს. ბევრი ვარიანტი იყო, მოკლედ, მაგრამ ყველაზე არალოგიკური რამ ვნახეთ და ეს აისახა კიდეც ჩვენი გუნდის თამაშზე. აი რაღაც მოუხეშავად მოქმედებდნენ წინ ბოლო დასკვნით მესამედში გვეტყობოდა რომ მეტი სისწრაფე იყო საჭირო და რაღაც ისე ვერ გზნობდნენ ბიჭები თავს შეუთამაშებელი რო ხარ და ძალიან უცნაურს ტესტავ რაღაცას, აი ეგეთი განცდა იყო და მე მგონი საკმაოდ ლოგიკური იყო რაც ხდებოდა. იმიტომ რომ არასწორი არჩევანი იქნა გაკეთებული. გავაგრძელოთ სელექციის ამბავი და ნაკრების დაკომპლექტება, შემოდგენლობა, გამოძახებული ვინ იყო, ვინ არა. ბოლო წუთებში ყველაზე მოულოდნელი რამ ვნახეთ ალბათ რუმინეთთან შეხვედრაში. ამხანაგური მატჩი არის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ არის რაღაც ის რომ აი ვაიმე ვაგებ და უეჭველი უნდა მოვიგო და რაღაც ეს ამხანაგურებში ზოგადად აი საფრანგეთმა წააგო დივართან იქ და ტრაგედია არ არის არაფერი ანუ რა. მაგრამ ყველაზე უცნაური ის იყო რომ ბოლო 10-15 წუთის განმავლობაში, როცა რამე სიახლე უნდა გვენახა, გავიმეორდები კიდევ ერთხელ დაცვაში ჩავჯექით რუმინეთთან, რომელიც სტუმრად თითქმის არავისთან დომინირებს და შემადგენლობა იმდენად ცუდად იყო დაბალანსებული, დაკომპლექტებული, გამოძახებულ ხალხსაც გულისხმობდა და შემდეგ განხორციელებული ცვლილებას მატჩის დროს, რომ კიტეიშვილს მოუხდა მეორე ფორვარდად აწევან. მე ეგეთ რამ პირველად ვნახე, რომ ოთარ კიტეიშვილი საქართველოს ნაკრებში 11 ნომერზე იდგა და კვერნაძე იყო 9 ნომრად, თუ კვერნაძე ჯერ იქიდან დავიწყოთ, რომ 9-იანი არ არის. მარცხენა გარემაროს და მეორე ფორვარდს თამაშობს და ნუ კიტე იყო მეორე ფორვარდი და ძალიან უცნაური იყო, ანუ 5 მცველი, 3 შამშლელი, კიტე ფორვარდად წარმოუდგენელი რამ ვნახეთ, ანუ თუ არ ყოფნის ფეხბურთელები და მართლა ამდენი არის ტრავმირებული. ბოლო-ბოლო ერთ ამხანაგურში მაინც გამოიძახე დაუშვათ არაბიძე აგრე კარგ ფორმაშია და შეგეძლოთ ადამიანი გაკლდა და შემტევი არ იყო, აგერ ეროვნული ლიგიდან ვიღაცას გამოიძახებდი და ნახავდნენ დაუშვათ სკაუტებიც.
ჩვეულებრივი ამბავია ეს და რას მოხმარდა კიდევ ერთხელ არის ძალიან გაუგებარი ეს ყველაფერი ამდენი მცველი და ნახევარმცველი რაში გვჭირდება და რატომ დატრიალდა ესე ეს ამ მატჩი რუმინეთი მაინც ახლა ბაჰრეინზე გაცილებით ძლიერი ნაკრებია და ჩვენი ერთი დონის ვართ დაახლოებით რა შესაძლოა სრული შემადგენლობით რომ ვიყოთ ჩვენ მოუგოთ იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში მაგრამ რო წავაგოთ ეგეც არ გამიკვირდება მაგრამ აი მეტნაკლებად ჩვენი დონის მეტოქია და მეორე ნაკრებიც რო ეგეთ ყოფილიყო კაი იქნებოდა და მაგათთან გვაინტერესებდა რას ვიზამდით ეს იყო საინტერესო იმიტომ რომ ერთა ლიგაზე შემდეგ დაახლოებით მსგავსი და უფრო ძლიერი ნაკრებები გველოდება და ესეთი ანომალია ვიხილეთ ამ შეხვედრაში მარჯვენა ვინგბექის პოზიციას უნდა შევეხო აუცილებლად გიზი მამაგეიშვილი საკმაოდ კარგი ფეხბურთელი არის პერსპექტიული საქართველოს ნაკრებს უნდა გამოადგეს და მე მჯერა რომ დადგება ის დრო მოვა ალბათ როდესაც მე გძროს რომ სწორად გამოვიყენეთ ამ კაც ნაკრებში იმიტომ რომ ხუთმცველიან სქემაში მარჯვენა ვინგბექი რო არ არის ეს ბიჭი წინა ვიდეოებშიც ვახსენე ვინც ცუცხვიანს უყურებთ ეხა კიდევ გავმეორებ ვინცაც პირველად ესმის ეს ამბავი ანუ ვინგბექზე ვინ გახსენდა პირველი ხო დავშალეთ დონფრისი არის ყველაზე ისეთი ცნობილი ვინგბექი ხუთმცველში რომელიც ინტერში წლებია თამაშობს ხო ეხა რეალში გადადის რა ახასიათებს ამ პოზიციის ფეხბურთელს პირველი უნდა იყოს ძალიან სწრაფი სასურველია და ადგილიდან უნდა წლებოდეს სწრაფად ანუ სასტარტო სისწრაფე უნდა ჰქონდეს ისეთი შესამჩნევი რა ცენტრალურ მცველებსა და ცენტრალურ ნახევარმცველებზე ბევრად სწრაფი უნდა იყოს და სასტარტო სისწრაფე გიზის ეგეთი არ აქვს და ესე ძალიან გამოკვეთილად ფლანგის ფეხბურთელი არ არის აშკარად ეტყობა და ფიზიკურად ძლიერი არის ბურთის ფლობა შეუძლია კაი დარტყმა აქვს ორთაბრძოლებს იგებს და შტურმში ათამაშებენ შემტევ ნახევარმცველად ცენტრში ფორვარდების უკან დგას და გოლიც გაიტანა ძალიან ლამაზი შორიდან მოკლედ არ ნაკრებში ჩამოდის და საერთოდ სხვა სიტუაციაშია და ხედავთ ანუ რამდენად უჭირდა ამ პოზიციასთან შეგუება და არაკომფორტულად გრძნობდა თავს და ის წამის მიასედი რომელსაც ამ პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელი დააყოვნებს ანუ საკმარისია რომ შეტევა გაფუჭდეს რა და ესეთი მომენტები ვნახეთ და იგივე გაშვებული გოლის დროსაც იქაც კლასიკური შეცდომა დაუშვა ელემენტარულ სიტუაციაში უნდა ეგრძნო მოედანი სიტუაცია ასე შემდეგ და ელემენტარული პასი ვერ გააკეთა და შემდეგ გაგვივიდა გოლი რომელსაც ცალკე დაუბრუნდები მე ამ გოლის განხილვას უკვე მეორე ნაწილს როდესაც ჩააწოდეს და იქ ლოჩოშვილი შეცდა მოკლედ ჩემი აზრი ესეთია რომ ამ პოზიციაზე მაისურაძე ყავს კაპანაძე ყავს ანუ მედადიმა კონტრშეტევაში ვახსენებთ მარჯვენა მცველის პოზიციას ცოცხლიანში ხშირად მიხსენებია არ არის ეს პოზიცია ისეთი წარმოუდგენლად გაჭირვებული და რაღაც რო აი სანთლით ვეძებდეთ კიდევ ერთხელ ამბობ რომ მაისურაძეს და კაპანაძეს გატესტვა სად და ამხანაგურ შეხვედრებში შეიძლებოდა და არაფერი დაშავდებოდა რომ ამ ბიჭებს რომელსაც სათამაშო პრაქტიკა აქვთ გვენახა ბაჰრეინთან და რუმინეთთან არ უნდა თუნდაც წინა სანაკრებო პაუზაზე და არ უნდა გვიწევდეს საკმაოდ კარგი პერსპექტიული ცენტრალური ნახევარმცველის გატესტვა და გადაკეთება ფლანგზე მოთამაშე ვინგბექთან. სიგიჟი არის ჩემი აზრით ეს ყველაფერი რაც ხდება და ამან გამოიწვია ის ყველაფერი რაც რუმინეთთან ვიხილეთ დასკვნით წუთებში უკვე ფიზიკურად ფეხბურთელი აღარ დაგვრჩა ვინც დაუშვათ ითამაშებდა და თუნდაც აი გიზის პოზიცია და მრავალფეროვნება იმიტომ ვახსენე რომ აი მაგალითად გიზისაც შეეძლო რომ ბოლოს მეორე ფორვარდად აწეულიყო და იქ ეთამაშა და საბალობჟანიძე შემოსულიყო მარჯვენა ფლანგზე მაგალითად ან ეს სრულება რატო არ გაკეთდა ძალიან რთული აღსაქმელია ეს ყველაფერი ფეხბურთელი ყავდათ ადარიქში და არ გამოვიყენეთ და იქ ვარიაციების შესაძლებლობას იყო და ამასაც არ მიმართეს და ამის ნაცვლად იქ მექვაბიშვილი დაავადდა საფნაზონაც კი თემა იწია ფორვარდად და მოკლედ აღარ დაგღლით თქვენი კომენტარი ძალიან მაინტერესებს რამდენად უცნაური იყო ეს ყველაფერი თქვენთვის და რას ჭირს ზოგადად სანიოლს და ჩვენ სანაცვლო შტაბს 2000 ლაიქზე რო აყვავს დღევანდელი ვიდეო რომ გათამაშოთ ჩაითოს ამას შეგახსენებთ და გამოიწერეთ კრისტალ სპორტის YouTube არხი. ბევრი თქვენგანი უყურებს დაახლოებით 60% გამოწერის გარეშე და ცოცხლიანის გუნდის შრომა რომ დააფასოთ მარტივად შეგიძლიათ ერთი კაპით რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი. ეხლა უნდა ვახსენო მამარდა აუცილებლად და მთლიანმა სეზონმა, აი ამ სტრესულმა გარემომ და ყველაფერმა, რა თქმა უნდა იმოქმედა მამარდას ფორმაზე, თავდაჯერება აქვს დაკარგული აშკარად ეტყობა. მეკარეს, ზოგადად მინდვრის მოთამაშეებისგან განსხვავებით, მეკარეს უფრო მტკივნეულად და ძალიან ეტყობა ხოლმე უთამაშებლობა. როდესაც სისტემატური პრაქტიკა არ გაქვს და პლუს ამას მუდმივი კრიტიკის და უნდობლობის აი ამ გარემოცვაში ხარ, ძნელია, ძალიან ძნელი არის ეს ყველაფერი. დიდი ალბათობით მამარდას გაანათხოვრებენ სულ მცირე ამ ზაფხულს. ასეთი პირი უჩანს და ჩვენც ვემხრობით ამას, იმიტომ რომ ლივერპული მისი გუნდი არ არის. ძალიან სთხოვენ ფეხით თამაშს და ასევე არის სხვადასხვა უსამართლო კრიტიკაც იყო, რომელიც წინა გადაცემაში ვახსენე ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებში ამაზე
აღარ შეგაწყენთ თავს, ეხლა ამას საუბრობთ, შეგიძლიათ ძველი ვიდეოები ნახოთ, მაგრამ თავარი რა არის? ფეხით თამაში აშკარად ეტყობა, რომ რაღაცა აი ჩაციკლულია თითქოს მაგაზე და გამოყოლილი ტრავმასავით, იმიტომ რომ ასე არ რისკავდა ხოლმე და ასეთ რაღაცებს ნაკრებში მამარდაშვილისგან იშვიათად ვნახავდით, რაც ახლა ვნახეთ. კაცში ხედავთ, რა შეცდომები დაუშვა, ეს ტრადიციულ ძველ მამარდას არ გავს, ანუ ვისაც ვალენსიაში ხედავდით და ევროპაზე ვინც გვედგა კაში და ასე შემდეგ. კიდევ ერთი კადრი მინდა განახოთ, ის შეცდომები ხო ძალიან ყვიროდა და ყველა თქვენ გარმანახა, მაგრამ ერთ ეპიზოდზე მინდა გავამახვილო ყურადღება, რომელშიც შეიძლება მამარდაშვილის თამაშს საერთოდ არ დააკვირდით. მეხუთე წუთზე იყო ეს ყველაფერი. პრესინგს მიმართავდნენ რუმინელები თავიდან. 5-6 კაციანი პრესინგი იყო. ასეთი დონის მატჩისთვის საკმაოდ ისე ნორმალური პრესინგი იყო. გვიჭირდა ბურთის ამოტანა, სანამ ჩაკვეტაძე არ ჩამოვიდა და რამდენჯერმე არ მოსთხოვა გუნდელებს პასი, თავისუფალ ზონაში ამაზე გადავალ, რა გენიალური ხედვა აქვს მოედნის ჩაკვეს და უბრალოდ დააკვირდით, დაუბრუნეს მამარდას უკან ბურთი და ჩაკვეტაძემ ეს ყველაფერი შენიშნა, თავისუფალი ზონა ეგრევე იპოვა და აი აქ, აი ამ კადრს შეხედეთ, რამხელა სივრცეში დგას მარტო ჩაკვეტაძე და მამარდას დროც აქვს, სივრცეც აქვს, რამდენიმე მეტრიანი ბურთი გადაუგდოს და აი ამათი პრესინგი ეს 5-6 კაციანი ერთი პასით მარტივად შეიძლება რომ ჩაიჭრას და კონტრშეტევა დავიწყოთ. საკმაოდ საფრთხო. ამას მამარდაშვილი ან ვერ ხედავს, ან ხედავს და ის შიშის ფაქტორია რა, რისკები. და აკეთებს გვერდით მარტივ პასს კაშიაზე, რაც აგრძელებს რუმინელების პრესინგს, მათ ხელს უწყობს და ნუ შემდეგ ბოლო-ბოლო კიტეიშვილმა შენიშნა და კიტემ და ქოჩორამ ჩაკვეს გავლით ამოიტანეს აქ ბურთი. ეს მომენტი გაცილებით საგანგაშო იყო. ჩემი აზრით, ვიდრე ის პირდაპირ დაშვებული შეცდომები, იმიტომ რომ ასეთ მარტივ სიტუაციებს მეკარე უნდა ხედავდეს. სანიოლს ვეთანხმები, ძალიან ცოტა რამეში ვეთანხმები, მაგრამ ამაში ნამდვილად ვეთანხმები, რომ მამარდამ დროა რომ ახალი გუნდი მოძებნოს და პრაქტიკა და ის თავდაჯერებულობა დაიბრუნოს, თორე თიკი როცა დაიწყება შესარჩევის ერთა ლიგის, მე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ თადარიგში მოუწევს გადაჯდომა მამარდაშვილს თუ ასე გაგრძელდა და ისევ დარჩა ლივერპულში და ისევ როტაციის კაცი იქნა. იმიტომ რომ გუგეშაშვილი კარგ ფორმაშია, სათამაშო პრაქტიკაც აქვს, ხარატიშვილისაც კარგი სეზონი ჰქონდა და მასაც მე მგონი ჩაგრავენ და დროს არ აძლევენ, უნდა იყოს ის სულცირე მესამე მეკარე მაინც უნდა იყოს, სულცირე ეროვნულ ნაკრებში, იმედია ვიხილავთ ხარატას მალე და მოკლედ კონკურენცია არის ამ პოზიციაზე არ გვიჭირს და მამარდაშვილმა მოკლედ რაც უნდა გააკეთოს, ყველამ ვიცით და თქვენ რას ფიქრობთ, თქვენი აზრი დააფიქსირებთ ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარებში. გურამ კაშიამ დაასრულა სანაკრებო კარიერა და რა თქმა უნდა შევეხოთ კაშოს თემას. ვისურვებდი პირველ რიგში რომ ჩვენი ნაკრების დაცვის ხაზში, ანუ პრაიმ კაშო რაც იყო საუკეთესო წლებში მსგავსი ტიპის მცველი გამოჩენილი იყოს, ან ვინმე ესეთ დონეზე მივიდეს, გულისხმობ თამაშის წაკითხვის თემაში და პირველი პასი, რაც ჩვენი ნაკრების პრობლემა არის და ახილევსის გუსლია ჩვენი ცენტრალური მცველების უმრავლესობას ნარიმანიძეს თუ არ ჩავთვლით, რომელიც 21 წლამდელებშია და სანიოლი არ იძახებს და მე მგონი დროა ის ბიჭი რომ ამოიწიოს ეროვნულში და ლოჩაშვილის კონკურენტი გახდეს, ამას ამ თემას კიდე შევეხები ამ ვიდეოში. თითქმის 80-90% მცველებისას უჭირს პირველი პასის გაკეთება ჩვენ ნაკრებში და აი კაშოს რაც ჰქონდა, ეგ ჰქონდა რა თამაშის წაკითხვის უნარი და ძალიან მშვიდად შეგელა ბურთი მიგეცა და ამოეტანა. და რავი 4 მცველზე რომ ადრე თამაშობდით ჩვენ და 4-2-3-1 ჩვეულებრივი სქემა იყო ჩვენთვის, იმის დამსახურება იყო რომ ფორმაში იყო კაშია და დაცვას ასე ვთქვათ ლიდერობდა და მასზე იყო ბევრი რამ დამოკიდებული. რას იზამს კაშია რა გადაწყვეტილებებს იყოს დაასრულებს საერთოდ კარიერას თუ გააგრძელებს, ანუ საინტერესოა რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ქოჩორაშვილს უნდა შევეხო აუცილებლად ასევე უთამაშებელი კაცის კვალობაზე რა სეზონიც ჰქონდა სპორტინგში და მე მგონი ყველაზე ცოტა ქოჩორამ ითამაშა ქართველი ლეგიონერებიდან. მონდომებული იყო, ძალიან ეტყობოდა რომ დიდი мотиваცია ჰქონდა, მოწყურებული იყო თამაშს და იმის კვალობაზე რომ საერთოდ პრაქტიკა არ აქვს თითქმის საკმაოდ ნორმალურ დონეზე გამოიყურებოდა და რამდენიმე კარგი ეპიზოდით შემოგთავაზა და რა გამოჩნდა ეხა ამით რომ ეს სამეული ცოტა ხნით ნახეთ ჩაყვემალება და იმიტომ მაგრამ ეს სამეული ოდესაც ნორმალურ კონდიციებში არის ისევ შეუცვლელია რა ცენტრში ქოჩორაშვილი კიტეიშვილი ჩაკვედაძე რომ ქმნის იმ კომფორტს ჩვენი გუნდისთვის რასაც შეუძლია შედეგის მოტანა ანუ ბურთის მიტანა შემტევებამდე რომ ხვიჩას და მიქაუტაძეს არ მოუწიოთ რაღაც დაცვის ცენტრალურ ცელებამდე ჩასვლა და იქედან ბურთის წამოღება რა რაც ვიხილეთ გასულ ციკლში იმიტომ რომ სულ ტრამვებით იყო ჩვენი ნაკრები თითქმის ყველა შეხვედრაში და ვისურვებდი რომ ქოჩორას გაიგრძელებინოს კარიერა ლა ლიგაში ის შანსიც დიდია ლევანტეს უნდა მის დაბრუნება და არა მარტო ლევანტედან აქვს შეთავაზებები და ჩემი აზრით მე ისევ იმაზე ვჩები რომ ლა ლიგაში უნდა დარჩენილიყო ქოჩორაშვილი და ეგეთ პირი ჩანს რომ დაბრუნდება მოკლედ
ძველი ქოჩორა გჭირდება და ველოდებით ძველი ქოჩორას დაბრუნებას სექტემბრისთვის. ჩაკვეტაზე დაკვედით, მონაკვეთს და მივედით აქამდეც. ის 44 წუთი დაახლოებით რაც ითამაშა ჩაკვემ რუმინეთთან, ანუ რა დავინახეთ პირველ რიგში, კადრებს განახებთ. რამდენად მაგრად არჩევს პოზიციას ცენტრში და თავისუფალ წერტილებს ეძებს მოედანზე. რა წერტილებში იხსნებოდა და როგორ უმარტივებდა მცველებს და საყრდენ ზონას ბურთის ამოტანას და ყოველთვის დროულად იპარებოდა მეტოქის პრესინგის და ამ პატარა სივრცეების მიუხედავად იხსნებოდა სწორად. ხანდახან უფრო ხშირ შემთხვევაში მინდა ვთქვა, რომ ვერ ხედავდნენ უნდელები, მაგრამ როცა ის მოედანზეა და როცა არ არის, ანუ ძალიან ადვილდება და მარტივდება მისი როლის შეფასება და დანახვა და რაც ახასიათებს, რა თქმა უნდა, ძალიან უკან ბურთს რომ მიიღებს, ეგრევე ფეთქდება და სივრცეს უტევს რა, ეგ უნარი ყველა ნახევარმცველს არ აქვს. ზოგს შეუძლია ბურთი დაიჭიროს, გაანაწილოს, შეტევის ტემპი აკონტროლოს რა, მაგრამ სივრცეს რო დაინახავს წინ, იმ დროს აფეთქება და რო დაარტყა იმას და გაჭრა და არისო რა მეტოქის დაალაგებული ხაზი. ამის უნარი ერთეულებს აქვს მარტო ფეხბურთში ზოგადად, ბევრ გუნდს ეგეთი ნახევარმცველი არ ყავს და თუ ყავს მაქსიმუმ ერთი შემადგენლობაში და ჩვენთვის ეს კაცი ფასდაუდებელი და შეუცვლელია და როცა ის არ არის, რადიკალურად იცლება ჩვენი გუნდის თამაში და ჩვენი სამწვრთნელო შტაბი იმ დონის არ არის, რომ ესეთ დანაკლისი არ შეიმჩნიოს და გადააწყოს. ზოგადად გადაწყობა ჩვენს შტაბს არ შეუძლია. ტრავმის მომენტში ჩაკვემ როცა მიიღო, გამოჩნდა აქ რუმინელებზე რა უნდა გვეთქვა ზოგადად ძალიან ცუდი ნახევარდაცვის ცენტრი ყავს, ყავდა ჩვენ მეტოქეს, პირველი ეს შევამჩნიე, იმიტომ რომ აი ამ კადრში ძალიან მარტივად ჩანს, უბრალოდ კიტეიშვილმა მიიღო ცენტრში ბურთი, მარტომ არავინ არ უშლის ხელს. ჩაკვეტაძემ ძალიან კაი მანევრი გააკეთა, შემოიპარა ცენტრალურ მცველებთან ზურგს უკან და აპირებს რომ შეირბინოს რა. და ორივე მცველი გადართული არის ორ ფორვარდზე, ორი ფორვარდი თამაშობს, ჩვენ ერთი ბუდუს მისდევს, მეორე თვილითაიეს. და 4-2-3-1 თამაშობდა რუმინეთი და ასეთ დროს, როცა შენი ცენტრალური ნახევარმცველები ჩაკვე და კიტე ორი ყველა საფათო კაცი ესეთ რაღაცას ხარშავს დემლელა რა და ქმნის ვინ უნდა მიაქციოს ყურადღება თუ არა ორმა საყრდენმა ხო არცეც არ აინტერესებს და კიტეშვილმა ესეთ სიტუაციაში რა თუ მისცემს სივრცეს ესეთ პასებს გააკეთებს და ჩაკვეთს ძალიან მარტივად შეიპარა ძალიან ლამაზი ეპიზოდი იყო და დრაგუშინი სამწუხაროდ დაეწია საუკეთესო მცველი რუმინეთის ნაკრების და დაუფარა და შემდეგ მიიღო ეს ტრავმა. აქაც გამოჩნდა ნუ ყველაფერი ეს ორი კაცი ჩვენ ნაკრებში რა დონეზეა და რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მათ თამაშს. და კიტეიშვილსაც რომ დაახლოებით 30% თუ იყენებთ ეროვნულ ნაკრებში, ეგეც ჩვენი შტაბის პრობლემა არის სამწუხაროდ, იმიტომ რომ ზედიზედ 3 წელი ხდებოდეს კაცი ავსტრიის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე და ყველა ევროტურნირზე ითამაშა და აქ ჩამოდიოდეს და შენ კარგავდე, ანუ გეკარგებოდეს მოედანზე. კი, შესაძლოა ციკლში, როდესაც ყველა ჯანმრთელი იყო და 5-3-2-ით ევროპაზე გავედით, იქ კიტემ ფასდაუდებელი როლი ითამაშა, მაგრამ არის რაღაც ერთი კაცი გაკვდეს შეიძლება, ანუ უფრო ძლიერი მეტოქეს შეხვდე. ვერ ვიყენებთ ამ ფეხბურთს რა. იკარგებ. ეს არის ძალიან სავალალო მდგომარეობა, იმიტომ რომ მიქაუტაძის შემთხვევაშიც მithქვამს მე ეს ფრაზა და კვარაცხელიას შემთხვევაშიც. წარმოუდგენელია ჩვენი დონის ნაკრებს ესეთი კადრები ყავდეს და მათ ირგვლივ თამაშს ვერ ვაწყობდეთ და რაღაცა გეგმა A, B, C არ იყოს და არ იტესტებოდეს არაფერი. გაშვებული გოლის მომენტი ლოჩოშვილზე დაკვირდით რომ ვისაუბრებდი და ამ მომენტში თუ ლოჩომ გოლი გაიტანა და კარგი მომენტებიც ჰქონდა ორივე მატჩში და ზოგადად ძალიან კაი სეზონი ჰქონდა ნიურნბერგში, კლოზეს ფავორიტი ფეხბურთელი არის, სულ აქებს ხოლმე ლეგენდარული გერმანელი. აქ ძალიან უხეში შეცდომა დაუშვა. მამაგეიშვილის დაკარგული ბურთიც აღარ ვისაუბრე და სადღაიმოს მისადგომთან მიიღო მეტოქე ბურთი, ძალიან დიდხანს იყურებოდა ლოჩოშვილის მიმართულებით და აშკარა იყო, იგივე ტანის მოძრაობითაც, რომ ჩაგდება მზადდებოდა რა ბურთის და აი ამ კაცში ხედავთ, როცა ასეთი პოზიცია გაქვს, ორ წამში აი ესეთ სიტუაციაში არ უნდა ვარდებოდე. უხეში შეცდომა იქნა დაშვებული და სამი ცენტრალური მცველი თამაშის დროს მსგავსი ესე გადაკიდებული ბურთებით არ უნდა ხდებოდეს ეს. დაუშვებელი შეცდომა იყო და ნარიმანიძე სწორედ ამიტომ ახსენე, იგივე სტილის ცაცია აი ამ სამ მცველში მარცხნივ მოთამაშე, კარგი ახალგაზრდა არის. რომელსაც მაგარი დარტყმა აქვს, მაგარი პასი აქვს, კარგად კითხულობს თამაშს და კონკურენცია აუცილებელი არის. და ლაშა დვალს მე მაგალითად ამ პოზიციას ვერ ვხედავ. არის ვარიანტი, რომ დვალმა ითამაშოს ბოლო მცველად და რატო არ ხდება მისი ამ პოზიციაზე გამოყენება? ყველაზე გამოცდილი არის დინჯია და კარგად კითხულობს თამაშს და თავისი აღნაგობიდან გამომდინარე, უფრო ბოლო მცველი უნდა იყოს, ვიდრე ოდნავ მარცხნივ გადაწეული და მისი და ლოჩოშვილის ან ერთი იყოს არ მეორე ცოტა გაუგებარია რა. ლაშა დვალის ცენტრში გამოყენება აქამდე როგორ ვერ მოხერხდა. ესეც ძალიან უცნაური ამბავი არის. თქვენ რას ფიქრობთ ამათთან დაკავშირებით, ამაზეც დაწერეთ კომენტარებში. მივედექით ბაჰრეინთან თამაშს, სადაც ვერ ვიტყვით, რომ ტაქტიკურად ძალიან ბევრი განსახილველი რამ იყო, იმიტომ რომ მეტოქე
არ გვაძლევდა ამის საშუალებას, არის საკმაოდ სუსტი ნაკრები, ყოველთვის დგანან დაცვაში და არიციან წინ რა გააკეთონ. ერთი დაბეჭდილებას შეგიძლიათ ჩახედოთ მარტივად, რა ფლეშ სკორზე შეგიძლიათ ნახოთ, რაც წარმოადგენს ბაჰრეინი. და დავინახეთ მიხეილ მესხის სტადიონზე, რასაც წარმოადგენდა. უნდა აღვნიშნო აუცილებლად ამ შეხვედრაში, რომ კვარა დაბრუნდა და პირველი მატჩი იყო კაპიტნის რანგში, ანუ რას ვამბობ, რომ კაშო წავიდა და ოფიციალურად პირველი კაპიტანი ნაკრების არის ხვიჩა კვარაცხელია. ეს ეტყობოდა მას, მის პასუხისმგებლობასაც, როდესაც 30 რიცხვში მაისთან ფინალი ქონდა ჩემპიონთა ლიგის, ანუ რა მატჩი იყო, ყველა ნახეთ. ლიგა მოიგეს, შემდეგ ზეიმი იყო პარიზში, მცირე ტრავმაც ჰქონდა და ჩამოვიდა და ესე მოკლე დროში 90 წუთი ითამაშა. ბოლომდე ითამაშა, იქ ფეხებში თურტყამდნენ. რამდენიმე 1-2 გიჟი მცველი ყავდა ბაჰრეინს და თავის გამოჩენა უნდათ როგორც ჩანს. და მოკლედ ძალიან დასაფასებელი და მისასალმებელი იყო ის, რაც კვარამ გააკეთა. კაპიტნის ქმედება იყო ერთ-ერთი. ვისურვებდი სამომავლოდ, რომ ცოტა რაღაცა ელემენტარული კრეატივი ამ კაცს რო მივახმაროთ და გამოვიყენოთ ხვიჩას ამ უწურავი რესურსი, ანუ სოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელზე საუბრობ დღეს ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა და ეს არ არის ქართული სურვილები, ეს არის ოფიციალური ბეჭედ დარწმული ამბავი და ერთი ამას ვისურვებდი, რომ სექტემბრისთვის კვარაცხელია თავი ისე იგრძნოს, რომ მის უნარებს აქვს, ასე ვთქვათ, გასაქანი. და სამი კაცი რო გადადის და კეტავენ და სხვა რო ვერაფერს ვერ შეება და ესე ვდგავართ, ეს უნდა დამთავრდეს რა. დროა რომ რაღაცა კრეატივი ჩვენც შევთავაზოთ. კრეატივსაც შეეხება ორი ახალწეული რა ორი სახე, ახალი სახე უნდა გამოვყო ყველა ვარიანტში, კვერნაძეზე უკვე ვისაუბრე და ამბის კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ მეტი შანსი და დრო უნდა მიეცეს თავისი უნარებიდან და აღნაგობიდან და სტილიდან გამომდინარე საკმაოდ გამოსაყენებელი კადრია, რომელსაც შეუძლია ორივე ფლანგზე თამაში და გაჭირების დროს 9 ნომერზეც დგება და ძალიან სწრაფია. ირაკლი ეგონიანი, რომელიც დებიუტით გაცილებით ადრე უნდა შემდგარიყო საქართველოს ნაკრებში, შედგა ბოლო-ბოლო და დავინახეთ თუ რამხელა კლასი აქვს და ბურთთან როგორ შენობით ურთიერთობს და არ ვიცი რატომ ხდებოდა მის იგნორი, როცა მთელი წელი ერედივიზიონში ძალიან კარგად გამოიყურებოდა. კარგი შევსება მიიღო საქართველოს ნაკრებმა, კიდე არიან ბიჭები, გლომინაძეს აქვს, ასე ვთქვათ, დასაკამბექებელი პორტუგალიაში მეორე წრე ჩაუვარდა, არ ათამაშებდნენ, კადრები ყავს მოკლედ ნაკრებში და ამ ხრივ მოკლედ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი რესურსის ხრივ, მაგრამ არ ვარ ოპტიმისტურად განწყობილი სამწვრთნელო შტაბის ხრივ, იმიტომ რომ აი მაგალითად ბუდუ როგორც გამოვიყენეთ ბაჰრეინთან ნახევარდაცვაში რო დაიწია და აი რავი ეგოიანის და დავითაშვილის პოზიციას და ახლობით ეგრე თამაშობდა რა. ცოტა უკან ფლანგისკენაც ნახევარდაცვაშიც ვერ მიხვდიან რას მსახურებოდა ეს ყველაფერი. რატომ მოუწია ბუდუს ვიზუაძეს სიღრმეში თამაში? კაცი სეთ ფორვარდია, აი ბაიერნს 2 გოლი გაუტანა ალიანს არენაზე, ცოტა რთული გასაგებია ეს ყველაფერი და ამ სიტულებზე დღეს საკმაოდ ვისაუბრე და თქვენს კომენტარებს დაველოდებით შევნია, ზედმეტად ამ თემას აღარ გავამუქებ. ერთ მნიშვნელოვან თემას უნდა შევეხო ახლა, ვაკვირდებოდი რაღაცას და სანიოლი ძველი ნათქვამი გამახსენდა პრესკონფერენციაზე და რაც დრო გავიდან, უფრო სხვანაირად შევხედე ამ თემას და გეტყვით ახლა რასაც გულისხმობ. ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე რამდენიმე თვის წინ ვილი მახსენა, რომ წინა შესაძლოა ციკლში უფრო სწორედ ფეხბურთელებს კომფორტის ზონიდან გამოსვლის პრობლემა აქვთ ევროპის ჩემპიონატის შემდეგო ვილი მე თქვა. ამაში რა თქმა უნდა იგულისხმა мотиваციის და აგრესიის ნაკლებობა და ასე შემდეგ. ეს შიმშილის გზნობა იმდენად აღარ არის, როგორც ევროპამდე იყო რა ეს თქვა. და კომფორტ ზონიდან უნდა გამოვიდეთ დრო არის რა და. რაც რო გავიდანო, ამ თემას ვაკვირდები და ესეც სურათს ვხედავ მე რა, ჩემ ვერსიას ვიტყვი. ფეხბურთელებს ანუ ძველებური ბრაზი, შიმშილის გზნობა და ანუ мотиваცია. ეს ნაკლებად ეტყობათ. ძველებურად თავგანწირვით თამაში ის მუდმივი შიმშილაც ჰქონდა, არსად არ ვიყავით გასული დიდ ფორუმზე. ეს ყველაფერი ჩაქრა თითქოს რა. არ ვამბობ რომ საერთოდ არ არიან მოტივირებულები. პირიქით, აქვთ ბევრი ძალიან ბოლომდე იხარჯება და ასე შემდეგ, მაგრამ მე ვამბობ საერთოდ სურათს და იმ დონეს, რაც ევრო 2024-მდე იყო, რასაც ჩვენ თამაშობდით, ყველა წერტილში მოედნის თითოეული მეტრისთვის რომ მიდიოდა ბრძოლა და ის უხეშობის ზღვარზე თამაში, ბარათის ზღვარზე თამაში, რაც იყო, ეს გარედან ჩანს რა. ეს დამოკიდებულება და ეს ყველაფერი სინთეზში მოდის შემდეგ უკვე სამწვრთნელო შტაბთან, ანუ ძალიან დიდი შრომა სჭირდება რაღაცას რომ მიაღწევ, იმას რომ შეინარჩუნო მე რა. ამას ყველა ვარიანტში სჭირდება რომ ის დონე შეინარჩუნო, ბევრი უნდა იმუშაო, რომ ესე გააგრძელო და უფრო დიდი შრომა უნდა რომ ეს განავითარო და ცოტა რამდენიმე საფეხურით მაღლა ახვიდე. ამ ყველაფერს შემდეგ სჭირდება სამწვრთნელო კუთხით, ტაქტიკურად და ასე შემდეგ, ინდივიდუალური მუშაობა ფეხბურთელებთან, მწვრთნელმა უნდა განგავითაროს. შენ რაიმე ახალი უნდა აგათვისებინოს და უკვე იზრდები რა. ატყობ რომ შენ თავი გაიზარდა და უფრო მაღალისთვის მზად ხარ და ახლა ჩვენ რასაც უყურებთ, ბოლო 1 წელია და წელიწად ნახევარია,
ამ ყველაფერს შენარჩუნება კი არა, ქვემოთ მივდივართ, უფრო ინერციით მივდივართ ქვემოთ. თუ ესე გაგრძელდა ეს ტენდენცია და ინერცია, ჩავალთ ისევ C-D ლიგამდე ერთა ლიგის და ბოლოს 0 ნიშნულს დაუბრუნდებით და ისევ ყაზახეთი და აზერბაიჯანი და ასე შემდეგ და დავიწყებთ ნულიდან ისევ. და გავა დრო, გაიფლანგება რესურსი, თაობა ასაკში შევა, აქამდე მივა ეს ყველაფერი თუ დროულად არ იმოქმედა შესაბამისმა კომპეტენტურმა ადამიანებმა. იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირები მოდის ევრო 2028 და 2030-ის სოფლიო ჩემპიონატი და მე რასაც ვხედავ, ფეხბურთელებს რაც აკლიათ ეს თქვი უკვე თავგანწირული თამაში, ბრაზი და სიმშილის გზნობა. ამას მე ვეღარ ვხედავ რა. ისეთ დონეზე როგორიც იყო ბოლო 2-3 წლის განმავლობაში. სანიოლი სამწუხაროდ არ არის იმ დონის ცოდნისა და გამოცდილების წვრთნელი, რომელიც უკვე ამ პრობლემების წინაშე ამ რესურსს, რომელიც დღითი დღე საბედნიეროდ იზრდება საქართველოს ნაკრებში, გამოიყენებს. ვერ გამოიყენებს, არ ვჯერა ამის, მე თუ ვწდები რაღაცას ვაღიარებ, როცა დრო მოვა, მაგრამ უფრო გამოცდილი, დიდი, ბევრი რამის ნახველი სამწვრთნელო კარიერაში სანაკრებო დონეზე ესეთი სპეციალისტი ჭირდება, რომელიც მოვა და ბევრ რამეს შეასწავლეს ჩვენს ფეხბურთელებს, ახალ საფეხურზე აიყვანს და მოამზადებს უფრო საშუალო დონის კარგ ევროპულ ნაკრებებთან სათამაშოდ. ჩემი აზრი ესეთი არის, თქვენ ამ თემასთან დაკავშირებით რას ფიქრობთ? დროა უკვე რომ ტკივნეული ცვლილებები და ნაბიჯები ყველაფერი გადაიდგეს, განხორციელდეს და არაფერი პირადული, უბრალოდ ყოველთვის წარასიმართლეს ვამბობ ხოლმე ცოცხლიანში, რაც საქმეს ჭირდება, იმიტომ რომ ფეხბურთი თუ არ გიყვარს, მაშინ არ უნდა იყოს საერთოდ ამ სფეროში და არ უნდა საქმიანობდე და თუ გიყვარს და თავს იტყობ, ესე იგი კაი კაცი არ ყოფილიყარ მაშინ რა. მოკლედ თქვენს კომენტარებს ველოდები ამ თემასთან დაკავშირებით რა აზრის ხართ და რა გამოსავალს ხედავთ. როგორი უნდა იყოს ჩვენი ნაკრების ოპტიმალური 11-ეული ბარემ ამ თემასაც შევეხოთ ერთა ლიგისთვის თუ ყველა ჯანმრთელად იქნება და ასე შემდეგ. დაალაიქეთ დღევანდელი ვიდეო აუცილებლად, თუ გინდათ რომ ევროპის ჩემპიონატს კიდე გავიდეთ 2000 ლაიქზე ალა დღევანდელი ვიდეო და გათამაშება ჩაირთვება. ესე მარტივია, გამოიწერეთ კრისტალ სპორტის YouTube არხი. ამ ფოტოს განახებთ, ეხავე ჩემი ვერსია არის ეს და ერთადერთი კითხვის ნიშანი და გაურკვევლობა რაც არის მაქვს მარჯვენა ვინგბექის პოზიციასთან, იმიტომ რომ იმდენად არასტაბილური და ისეთი მერყევი არის ვილი ამ პოზიციაზე, აი კაკაბაც დავრუნდება დაუშვათ ტრავმიდან, როგორ ფორმაში იქნება, ისევ გიზის ენდობა თუ არა ამ პოზიციაზე, აი სურაძე და კაპანაძე ვახსენე, მოკლედ არის ვარიაციები და ამას კითხვის ნიშნით დავტოვებ მარჯვენა ვინგბექის პოზიციას. დანარჩენს ხედავთ ყველაფერს, ვინ სად რა როგორ მეთანხმებით ამ თემაში. თქვენი კომენტარები დაწერეთ ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა 3-5-2 იქნება და სამცველს არ გადაუხვევთ, მთელი წელი და ჩაგდებული შესარჩევი დასჭირდა ვილის რომ მეხუთარი იყო და იღიარებინა ეს ამბავი და ამას აღარ გადაუხვევს, მე ეჭვება და მოკლედ ვიმსჯელოთ ამ თემაზეც, რას ფიქრობთ, როგორი უნდა იყოს ჩვენი ნაკრების ოპტიმალური 11-ეული. და ანუ ერთა ლიგაზე ვიტყვი ორ სიტყვას, თუ ჩავაგდეთ ეს ციკლი ღმერთმა არქნას, ძალიან არ მინდა, ანუ თუ ვერ მოვიგეთ ერთა ლიგის ჯგუფიდან ნახევარფინალში ვერ გავედით, არაფერი საერთოდ განსახილველი აღარ იქნება, უნდა მოხდეს სანიოლის დათხოვნა და ახალი მწვრთნელის მოყვანა კლასიკური შესარჩევი ციკლის წინ. იმიტომ რომ ერთა ლიგა თუ ჩააგდო, ვილიმ შემდეგ ძალიან მეეჭვება რომ კლასიკურიდან გაგვიყვანოს, ანუ უკვე იღბლის თემაზე ვიქნებით დამოკიდებული, იმიტომ რომ იქ არის ჯგუფები, რომ შეიძლება რუმინეთი და ბოსნია მოგიწევს ყველაზე ძლიერი ჯგუფში და ასეთი ტუზი თუ დაგვეცა, როგორც წესი არ გვიმართლებს ხოლმე სამწუხაროდ, თორე არის კატასტროფულად მარტივი ჯგუფებია. რავი, ჩაკვედაძის ტრამვის შემთხვევაში შეიძლება რომ გაიარო, ეგეთი ჯგუფებია რა და ვნახოთ. ეს ირბალზე თუ ვართ დამოკიდებული, კი ბატონო, მაგრამ ეს ერთა ლიგა ბევრ რამეს გადაწყვეტს, იმიტომ რომ აქ ირბალი არის საბრძოლელი ჯგუფია, ძალიან თანაბარი ისეთი ნორმალური გუნდებია, რომლებიც თუ წაიფორხილე, ეგრევე მიწას მოგაყვიან რა, ანუ არავინ არაფერს არ გაგიტარებს. მოკლედ ველოდებით ერთა ლიგის ჯგუფს და ძალიან კრიტიკული და პირდაპირ ვიქნები, მოკლედ რა და როგორ მე რასაც ვფიქრობ, უკვე გითხარით ამასთან დაკავშირებით. გადავიდეთ ახლა სოფლიო ჩემპიონატი გვიახლოვდება, 11 ივნისიდან იწყება განახლებული ფორმატით მუნდიალი, რომელსაც რავი მე პირადად არ ვეთანხმებით, გვერდას ვფიქრობთ ამაზე, მაინტერესებს. ამდენი გუნდი, თან ამდენი სუსტი გუნდი, კურასაუები და ასე შემდეგ. ჩემი აზრი ესეთია, რომ თუ ხდება გუნდების რაოდენობის გაზრდა, კვოტები უნდა მიენიჭოს უფრო ძლიერ კონტინენტებს, სამხრეთ ამერიკას, ევროპას, შესაძლოა სუსტების სათამაშო, კი ბატონო, მაგრამ მოდი პლეი-ოფში შეახვედრე და თუ მოუგო იმ სუსტმა უფრო ძლიერს გავიდეს. ესე პირდაპირ უზრდი ეგეთ კონტინენტებს და ქვეყნებს რაოდენობას უკვე სოფლიო ჩემპიონატს უფრო კონფერენს ლიგას ემსგავსება და მე-16 ფინალს არაფერი ესახება მუნდიალთან. ეს არ მომწონს, იმიტომ რომ მე-4 ფინალამდე მე მგონი წესიერ თამაშს ვერ ვნახავთ.
ეს არის ჩემი აზრი ფორმატთან დაკავშირებით და თქვენ რას ფიქრობთ ამაზე? ფავორიტებსაც შევეხები ორი სიტყვით. ესე შრალად რო ავიღოთ და ფურცელზე ხშირად არ ამართლებს ხოლმე, მაგრამ ხანდახან ყოფილა რომ პირდაპირ დამჯდარა. ჩემი აზრით, მოდი ჯერ მოქმედი ჩემპიონატით დავიწყებ 4 ხეულში არგენტინა, ესპანეთი, საფრანგეთი და ბრაზილია, ესე ვიტყოდი რა. ბევრი შეიძლება არ მეთანხმება ამაში, მაგრამ რატომღაც გონია რომ ამ 4 ნაკრებიდან რომელიმე გაისვრის რა. ასე მგონია. არ ვიცი, შეიძლება ვიღაცები მე ანდერდოგები გამოჩნდნენ, მოულოდნელი ფავორიტები, მაგალითად საშუალო დონის გუნდებიდან ნორვეგიას გამოვარჩევდი მე პირადად. გონია რომ ნორვეგიის ნაკრები სულ მცირე ერთ ძლიერ გუნდს მაინც გამოთიშავს მსოფლიო ჩემპიონატიდან. რავი, რატომღაც ესე მგონია რა. ძალიან მომეწონა მათი სამწვრთნელო გუნდის მუშაობა, ტაქტიკური ცვლილებები და ბოლოს როგორც ითამაშეს ისე რა. მოკლედ ნორვეგია არის ჩემი ასე ვთქვათ ფავრული ფავორიტი საშუალო დონის გუნდებიდან. და რომელიმე აფრიკული გუნდიც სიურპრიზს შემოგთავაზებს, ასევე ეგეც მგონია, იმიტომ რომ საკმაოდ კარგი შემადგენლობით არიან ამ მსოფლიო ჩემპიონატისთვის. ინგლისის ნაკრებზე რას ფიქრობთ? დაბრუნდება ფეხბურთი სახლში? თუ ისევ 66 წელს გაიხსენებენ და ასე შემდეგ, ხო, ეს ყოველი დიდი ტურნირის წინ ეს თემა აქტუალური ხდება და ახალი იმედებით ივსებიან ინგლისელები. უკანასკნელ ცეკვას ვიხილავთ ძალიან დიდი ფიგურების ამ მუნდიალზე, ნოიერი, რონალდუ, მესი, მოდრიჩი. მოკლედ ეს დიდი 4 ხეული დაგვემშვიდობება, მათი ბოლო სანაკრებო ტურნირია და ესეც რაღაც ცევდიანი ისეთი მომენტია რა. ცოტა თვალსრემლიანი რა უნდა უყურო, ბევრი გამორჩეული მომენტი გველოდება ამ ხრივ მსოფლიო ჩემპიონატზე. ერთმანეთის გადაყრის შანსი დიდია, რომ არგენტინა და პორტუგალია მეოთხედფინალში გადაიკვეთონ, თუ ორივე თავის ჯგუფს მოიგებს და ესე ნაბიჯ გაივლიან, როგორც წინასწარ არის გაწერილი ბადეს. მეოთხედფინალში გადაიყრებიან და ალბათ ეს ის მატჩი იქნება, როცა მსოფლიო გაჩერდება და დროც უნდა გავაჩეროთ და ყველა დაждდეს და უნდა უყუროს ამ თამაშს. იმიტომ რომ ბევრჯერ იყო ამის ცდელობა და ვერც ჩემპიონთა ლიგაზე შეხვდნენ ერთმანეთს ფინალში და ვერც სანაკრებო ტურნირზე გადაიყარნენ მსოფლიოზე ისეთ მნიშვნელოვან სტადიაზე და ამ შანსი მოკლედ ახლა გვაქვს. და გათამაშების წესებს შეგახსენებთ, მარტივად 2000 ლაიქზე ირთვება, ჩვენი გათამაშება კომენტარებში უნდა დაფიქსირდეთ, 2000 ლაიქის შემდეგ 20 თქვენგანი მოიგებს თქვენთვის სასურველ მაისურს, აგერ მსოფლიო გვიახლოვდება და ალბათ სანაკრებო მაისურები ყველას გინდათ. ან კლუბი ან რეტრო რავი, სულ ერთი. მოკლედ დაწერეთ კომენტარები და 20 საინტერესო მაგას ავარჩევ და შემდეგ 2000 ლაიქის შემდეგ თითოეულ თქვენგანი მოიგებს თქვენთვის სასურველ მაისურს. მოკლედ დიდი მადლობა დროისა და ყურადღების გათხოვისთვის, დაალაიქეთ დღევანდელი ვიდეო და გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი. დროწრიანი უკვე მსოფლიო ჩემპიონატის ლელობის დროს საინტერესო ვიდეოთი დაგიბრუნდებით. რა თქმა უნდა, მუნდიალს უყურადღებოდ არ დავტოვებ. აბა მაგათ.